მოგესალმებით ბატონო ბიძინა, თამთა კაკაურიძე, გურია ნიუსი. მე მინდა გკითხოთ წინა შეხვედრაზე თქვენ ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნეთ, რომ გაქვთ მოლოდინი ქართული ოცნება მოვა პარლამენტში დაახლოებით 95 დეპუტატით საშუალოდ. და ასევე ისაუბრეთ პარტიის რეიტინგთან დაკავშირებით, რომელიც თქვენი შიდა კვლევების მიხედვით არის 30-დან 45%-ის ფარგლებში. მაშინ, როდესაც 2004 წლიდან რეგიონებში განსაკუთრებით გრძელდება ქართული ოცნებების რაღაც წაგებების სერია, მაგალითად 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები შემიძლია გურიაში დაგესახელოთ, როდესაც ქალაქ ოზურგეთში 5 ოლქიდან 4-ში წააგო თქვენმა კანდიდატმა, მხოლოდ 1 ოლქი მოიგო. ასევე ამავე არჩევნებზე ჭანიეთში მოგიგოთ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა. გურიაში გაცილებით უკეთესი შედეგი ჰქონდა. თქვენ ასახელებთ რაღაც მოკლეს 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში. თვითმმართველობის არჩევნებში. კი ბატონო, კი, ჩვენ გავიმარჯვეთ გურიაში ზოგადად. 4 შეიძლება 4 მანდატი დავკარგეთ, კი ბატონო. თლიანი მაჩვენებლები გახსოვთ გურიაში რაც იყო? ბატონო? თლიანი მაჩვენებლები გახსოვთ გურიაში? რა თქმა უნდა, გახსოვთ თელი მაჩვენებლები. თქვენ გინდა თქვათ რომ ქართულმა ოცნებამ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში წააგო გურიაში? არა, მე ამაზე არ ვსაუბრობ, მე უბრალოდ გეუბნებით იმ სერიაზე, რა წაგებების სერიაზე, სადაც გამოკვეთილია უკვე რომ მოიგო დამოუკიდებელმა კანდიდატმა და არა ქართულმა ოცნებამ, რომელიც 2 წლით ადრე ძალიან დიდი ტრიუმფით მოვიდა და გამარჯვებით 2014 წელს ამბობთ, ხო თუ ეხლა ის? მე ვამბობ 2014 წელს კი ბატონო. ეხლა უკვე 2016 წელს ისევ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა ნასაკირალში მოიგო არჩევნები. როგორ ფიქრობთ თქვენ? ხომ არ არის ეს შიდა პარტიული სტრუქტურის გაუმართავობის ბრალი და არა იმის, რაზედაც თქვენ აღნიშნეთ, რომ მოსახლეობამ სწორად ვერ გაიგო თქვენი ნაბიჯები, ხელისუფლების ნაბიჯები, როდესაც დეპუტატი დაუჭირეს ესე რომ ვთქვათ, ერთ-ერთ სოფელს. ანუ რაზე გააკეთებთ არჩევანს, აქცენტს რაზე გააკეთებთ ამ შემთხვევაში, ხომ არ არის ეს პარტიის გაუმართავობის ბრალი? კი ბატონო, გავაანალიზოთ, რა თქმა უნდა, ანალიზის დროს ერთ-ერთ ასპექტად აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ისიც, რომ იდეალურად ვერ იმუშავა, ესე ვთქვათ, ყველაზე მსუბუქად რო ვთქვათ, იდეალურად ვერ იმუშავა ქართულმა ოცნებამ, მათ ადრე უნდა გაეთვალათ ეს ყველაზე ცოტა, ვთქვათ, უნდა მოენახათ სხვა კანდიდატი, სხვა საშუალებები და ესე შემდგომ. და შეიძლება ყოველთვის დარჩეს კითხვა. როდესაც აგებს გუნდი, ყოველთვის შეიძლება კითხვა, რომ რაღაც კარგად არ გამოვიდათ. მე მაინც ძირითად აქცენტს გავიმეორებდი, რაც თქვი ჩემს წინა კონფერენციაზე, თუ გახსოვთ თუ მიაქციეთ ყურადღება. იგივე ნასაკირალში ნაციონალურ მოძრაობას ყავდა იგივე კანდიდატი, ვინც მოიგო დღეს. ქართული ოცნების მხრიდან გახლდათ გამგებელი, რომელიც დღეს ციხეშია. და ჩემი აზრით მოსახლეობამ არასწორად შეაფასა შექმნილი სიტუაცია. ან უნდა გაგებით მოვიგიდოთ იმას, რომ საერთო ფულს ვინც ხარჯავს არამიზნობრივად, ვთქვათ, მე არ ვიცი ახლა ზუსტად რა პუნქტით გაასამართლეს გამგებელი და ამიტომ მიჭირს დავასახელო, მაგრამ იქ მოხდა რაღაც ფინანსებთან დაკავშირებით, გაიფლანგა თუ მან მიითვისა თუ როგორც მოხდა, საზოგადოებას უფრო მკვეთრი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს და თავრობას ეს პლუსში უნდა ჩაეთვალოს და არა მინუსში. ეს კითხვაც არის. ეხლა რომელი ჭარბობს ის რაზეც თქვენ მეანიშნებთ, რომ უფრო გაუმართავი თქვათ ორგანიზაცია იყო თუ საზოგადოებამ გააკეთა თქვათ არასწორი რეაქცია იმაზე რაც მოხდა. რთული საანალიზო. მე მაინც მგონია რომ გამგებლის დაჭერა არ მოეწონათ. და ამან იმუშავა ძალიან ცუდად. თუ ეს ესეა, შემაშფოთებელია. თუ ეს ესე არა და სხვა მიზეზია, უკეთესია. თუმცა ზოგადად თქვენს კითხვას არ ვეთანხმები, რომ რაღაც წარუმატებლობის სერია თანძდებს ქართულ ოცნებას და კარგავდით 2014-ში და ეხლაც კარგავთ. რეალურად რაც მოხდა 9 ოლქიდან ერთი მოიგო ნაციონალურ მოძრაობამ. სამეგრელოში. აქ აშკარად წააგო ქართულმა ოცნებამ რა მიზეზი თქვათ, რომ მოსახლეობას არ მოეწონა ის, რომ გამგებელი დაიჭირეს თუ არასწორი ორგანიზაცია გააკეთა, მაგრამ ნაციონალების ნაკლები დამსახურებაა და სხვათა შორის როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ამასაც ხაზი შეიძლება გაესვას, რომ 9-დან 1 აიღეს, ეს დაახლოებით 12%-ია, ეს არის მათი ელექტორატი, აქაც ემთხვევა. დაახლოებით ეს არის 9-დან 12%-მდე არის, რაც კვლევებს ვატარებთ, მე არ მithქვავს ამის იმთქვი, რომ 30-წენა ქვემოთ არ ჩამოსულა ქართული ოცნების და 45-ს არ გადაცდებოდა ყველაზე მაღალს თამაშობდა. ნაციონალების დაახლოებით 9-დან 11, 9-დან 12%-მდე აქ იყვნენ იგივე კვლევებში, რაზეც მე გავუსხაზი და რასაც მე მოგახსენებდი და სხვათა შორის ამ არჩევნებშიც ეს იკვეთება.
ცხრიდან ერთი ადგილი მოიგეს. ეს ნასაკირაში რაც მოხდა გურიაში. გურულები მაგარი პოლიტიკოსები არიან და კარგად იციან პოლიტიკა განსაკუთრებით მიკვირს. თუმცა იქ კიდევ არის ანალიზი რაც აქ არ მინდა რომ მოვიშველიო. მე კიდევ ვთქვათ სხვადასხვა ტიპის მოსახლეობა და სხვადასხვა ტიპის რეაქცია ჰქონდათ. შესაბამისად ის არის ნაციონალური მოძრაობის გამარჯვება იქ აშკარად რაღაც ვერ შეაფასა ქართულმა ოცნებამ თქვათ. ან სწორედ მოიქცა და პრინციპულობა არ დაუფასა მოსახლეობამ, ან რაღაც ორგანიზაციაში იყო კითხვები. ყველა შემთხვევაში ნაციონალებმა მოიგეს 9-დან 1 რეალურად თუ შევაფასებთ სიტუაციას, ეს არის დღემდე მათი რეიტინგი პრინციპში და ზრდის რესურსი მათ არ გააჩნიათ, კლების რესურსი ჩემი აზრით არსებობს და მე იმედი მაქვს რომ თუ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ახალი პარტია სწორედ მოიქცევა, სწორედ დააკომპლექტებს გუნდს, ნაციონალებს გაუჭირდებათ ბარიერი გადალახონ, თანაც იცით რომ მათ გამოეყვნენ წევრები, შეიქმნა ერთი პარტია, აპირებენ მეორე პარტიის შექმნას, როგორც თქვენც იცით. და თუ ესე განვითარდა მოვლენები, ნაციონალების ზრდის რესურსი არ აქვთ, კარგად მოგეხსენებათ, მაგრამ კლება შეიძლება მოხდეს და მათ შეიძლება პრობლემები დაუდგეს ბარიერის გადალახვის. ანუ თქვენ ვერ ვხედავთ პარტიის შიდა სტრუქტურის პრობლემას ამ შემთხვევაში. როგორ არ ვხედავთ და საერთოდ არც ერთი სტრუქტურა არ არსებობს სრულყოფილი, ისევე როგორც არც ერთი სახელმწიფო არ არსებობს სრულყოფილი, ნებისმიერ სტრუქტურას განვითარება სჭირდება და კვირიკაშვილი აცნობიერებს ამას და ფიქრობს და შრომობს და ცდილობენ, რა გამოვა თუ ნახოთ, თუ ისინი კარგ ორგანიზაციას გააკეთებენ და მაქსიმალურ ოპტიმალურს ესე ვთქვათ, ორგანიზებულობას შეძლებენ, კიდევ გავუსვამ ხაზს, რომ ნაციონალებს ძალიან გაუჭირდებათ გადალახონ ბარიერი.